შუადღემში იდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეს არის გადაცემა შუადღე GDS-ზე და ეხლა ჩვენთან სტუმრად შემოვა ფოტოგრაფი მარი ნაკანი. კი, გვაქვს ასეთი რუბრიკა საქმიანი ქალი. ტრადიციული რუბრიკაა იმედა, ეს ყოველ პარასკევობით ხვდებით თითო საქმიან ქალს. და გვაინტერესებს ხოლმე მათი რეჟიმი როგორია, მათ ჩანთაში რადებს. საქმიანობა კი მე ვიცი. იცი ხო? მთელი მარი ჯერ ესეთიც გამიკვირდა რომ დრო გამონახე და გადაღება არ ხონდა და ჩვენთან ხარ დღეს და მიხარია. მოგესალმებით. იმედა ხო ხედა მოგაკითხე. გავდგე? ოზაში დავდგინო. დაიწყე. ეხა აღიარეთ რომ ამ ხელა ჩანთით არც ერთი ხრი არ გინახავთ. არ გამხელა ჩანთი და არც ესეთი ზურგ ჩანთი. მაგიტები რა ძალიან მშვენივრად გამოიყურები პირველ კი, რიგში. მადლობა. მაქსიმუმ აეროპორტში გვინახავს მადლობა მიშა გასიტაშვილის დამსახურება მართლა. ვანამდე. 10 წელი მქონდა გრძელი თმა. და ბოლოს სოშიალში ძალიან გიხდებოდა, მაგრამ დიდი მადლობა. კი, ძალიან რა ხდება ამ შენ დიდ ჩანთაში, ჩვენ რომ დავმოგზაურობთ იმ ხელაროა და შენ ყოველდღიურად ატარებ? ჩანთის გაღება. ჯერ დავიწყოთ ყოველდღიური. სულ ფოტოაპარატი გიდევს ხო? ეს არის ეხლა შენი ნახავთ, ძალიან ყოველდღიური ჩანთარი. ეს არის ყოველდღიური ჩანთა. ამ პატარა გოგოს. ამ პატარა გოგოს თქვენ არიცით რამ ხალაკუნთები ადევს? ვიცი. არაკოია. ეს არაფერი არ არის, ხა იმედა მაინც იცის, ძალიან ბევრი განათებები და ძალიან ბევრი ამბებში ვართ. შენ და გაქო ეს ყველაფერი ჩანთით, ამ განათებები. ჩანთით ხო, ახლა განათებები და რაღაცები გადაღებებზე. გადაღებებზე ასისტენტიც გვაქვს და ჩემგმარსა და დიდი სტაფი გვაქვს. მაგრამ ნუ ეს ძირითადი ჩანთაა. ხო და რა გიდეს? ეხლა და ამოაყო. ეს არის ყოველდღიური. რა მაყურებელმა ყველაფერს განახებთ. ეს არის ყოველდღიური ჩანთა ხალხო. პატარა მარი. ყველაზე განსხვავებული საქმიანი ქალი ყავს დღეს ხო, სტუმრად. ნუ ამიტომაც დავდიო ვარჯიშზე და ამიტომაც მართლა სულ ვარჯიშობ, იმიტომ რომ ფორმაში ვიყო და ამ სიმძიმეებს გავუძლო. მართლა ეს ყოველდღიურად ინტენსიურად ვარჯიშობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 5 საათამდე, დილის 5 საათამდე გადაღება კონდეს, მეორე დღეს არ ვარჯიშობ. ვარჯიშობ, დავდივარ, ჯიმში დავდივარ. ფიტნესი ხო? ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრობ. აბსოლუტური ჯანსაღი, ჯანსაღი. სირბილი ყובასაც აქცევ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჯანსაღყვებას თუ არის ხოლმე ზოგადად ყოფილი ბალერინა ვარ და აქედან გამომდინარე მიჩვეული რეჟიმი გაქვს ძალიან ხო, ანუ გადაღებებზე განსაკუთრებით ჯანსაღად იგვიყვებებით ხო? გადაღებებზე ვერ ვახერხებთ, ახლა შუაღამისას რო ვიღებთ და აი ხო ხტები ვერ გააკონტროლებთ, მარი მაგრამ წვენი თუ ყავა, რომელი გინდა? წვენი იმედა შენ ოღონდ ჯანსაღი. რაღაც გაინტერესებს, ხო ისე იყურავი აქ ყოველდღიური. ეს არის ყოველდღიური ჩანთა, რომელშიც მილაგია კოსმეტიკა. რა თქმა უნდა. ქალის განუყოფელი. მაგიდაზე დაალაგეთ. მაგიდაზე დავალაგოთ. მერე ბლოკნოტი, რომელშიც სულ წერ იდეებს და ხა იქიდან გამომდინარე TBC-ის ფოტოგრაფი ვარ, ნუ სულ მამარაგებენ სხვადასხვა. ყოველთვის მარი თან იღებს განსაკუთრებული ბლოკნოტები. ფოტოებს რეკლამის ბანერებს. მართლა ეს არ ვიცი. და ამიტომ გამოცდილება გვაქვს მარი ერთად შენ რო იღებ ამე? არ იცოდი, მე რო ვარ მუშკეტერების. მაგრამ ნუ აი ვინ უნდა გადაიღოს ამ თუ არა მარი. დიდი მადლობა. ხო, რა ვიცი. ეგრეა. სავარცხელი ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მარი იღებს როგორც TBC-ის, ისე საქართველოს ბანკს. მარი იღებს ანუ ხო ჩამოყალიბდი იქით ხარ თუ აქეთ ვარ. ხო, და ნუ ყველგან მე ვარ. როგორ არის ის სიმღერა, აქაც მე ვარ, აქაც მე ვარ, აქაც მე ვარ. ხო, ეგ ვარ მე. ეს არის ჩემი სავარცხელი, სათვალე. ხო. კიდე რა გვიდევს, მუსიკის გარეშე ცხოვრება, რა თქმა უნდა. არ შემიძლია. არ მე მაინტერესებს მთავარ ჩანთაში იქნება ეს თავარი ჩანთაც გაიხსნება, ეს მუსიკის ატრიბუტი. სულ ჩართული გაქვს, აი, როდესაც გადაღებაზე მიდიხარ გზაში სულ უსმენ მუსიკას. ახლა სულ არა, გიჟივით არა, მაგრამ გეხმარება. დღის მე-13-დი, მე-4-დი მუსიკა, იმიტომ რომ ვარჯიშის დროსაც მიყვარს, სირბილის დროსაც საფულე. ხო. ეს ყველაფერი აქ უნდა დავდო? დადი ყველაფერი ამოაწყვე. ეს არის ნუ ყოველდღიური. ჩანთაში ამოიწვა. ტელეფონს ვერ ხედავ, მარი. ტელეფონი აქ ჩავდე ახლა. კაი. გავდი შეხმა. ეს არის ჩანთა, რომელიც არის ფოტოაპარატი აქვს ტელეფონი. არა, გვიდევს აქ. აქ გვიდევს. კამერები კარგად ხედავენ? კი, კი, ხო. აქ არის ესეთი გვერდზე აი კამერები აქვს აქ. ობიექტივის სატარებელი, ოპერატორები კარგად იცნობენ ამ ობიექტის. ეს არის ტელეობიექტივი. ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ზუმავს, ძალიან ახლოს როცა გინდა გადაიღო, მაგრამ ამას კიდე სხვა ბევრი კარგი თვისებები აქვს. არსებობს ამის შემდეგ კიდე მოდელები, თუ ეს ის არის, რომელიც გინდოდა და ეხა ყველაზე კომფორტულად მუშაობ, თუ გაქვს რამე ისეთ ჩანაფიქრში, რომ უფრო კიდე დახვეწა შენი ტექნიკა. არა, ტექნიკაში ვარ
ძალიან კარგად მთელი ანუ აი შენი ფოტო ბოდიში უცებ გაწო შენი ფოტოაპარატი ბოლო სიტყვა ასე თქვა ხო აი ეს მაინტერესებს კი მე ხასიათით ვიღებ და როდესაც კომერციას ვიღებ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ხარისხი გჭირდება ტექნოლოგიურად ძალიან აღჭურვილი ვარ ეს წითელი ხაზი ნიშნავს L class ანუ საუკეთესოა და სულ ვცდილობ ხოლმე რომ L class-ის ობიექტივები მქონდეს და მთელი ბიუჯეტი მიაქვს ჩვენს ტექნიკას. ხო, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს მე. ხო, ეს არაფერი არ არის, იმასთან შედარებით რაც ჩვენ გვაქვს. არა, ხო, მათ მთელი განათება. არა, მეც მინახავს მარი გადაღების დროს რა ხდება ხოლმე გადასაღებ მოედანზე. ეს მანიაკალურ დონეზე არის ბოლოს ყველაფერი. ხო, აზარტი ხო, ამ ყველაფერს. ვიცი რა არის, არა მარტო აზარტი, იცი რომ გჭირდება, როდესაც იღებ კომერციის ფოტოგრაფი ვარ ახლა მე და როდესაც იღებ კომერციას, იქ უნდა ძალიან მაღალი ხარისხი გაყიდო. სხვანაირად არა, მე დავამატებ მე იმუშავებ საქართველოს ბანკზეც და TBC ბანკზეც ეს და ჯეოსელზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი კომპანიები არიან, ჩემი ბევრი წლის კლიენტები და ახლა მე დავამატებ ესეთ რაღაცას რა, მარი ფიქრო რომ აქ ხარ და იმიტომ რომ გაქებდა რაღაც, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი იმას რომ მარი და რატო იწვევენ თუნდაც ესეთი კომპანიები, ხო? რეკლამას გიკეთებენ. იმიტომ რომ აი უნდა დაესწროთ როგორ მუშაობენ მარი და გიორგი, მისი მეუღლე, აი მთლიანად ჩართულები არიან პროცესში. იმედი შენ გითხარი, იმიტომ რომ შენ მთლიანად ჩართულები არიან პროცესში და აი დაჟე ამოვჭრათ. ესე იგი იმასაც კი ახერხებენ აი მსახიობთან მუშაობაც იციან რა აი იცის რომ ეხა ის მომენტი როგორ დაიჭიროს თვითონ რაც თვითონ აწყობს როგორ მიგიყვანოს იქამდე რაღაცა განწყობას გიქნიან მოკლედ ამიტომაც არა მხოლოდ მსახიობთან არის მგონია რომ მსახიობთან მუშაობა მაინც მეტნაკლებად ცოტა უფრო ადვილია იმიტომ რომ მსახიობს შეგიძლია მისცე დავალება და შეასრულოს მე მქონია ჩვენ ერთად გვიმუშავია რაღაც პროექტებზე და მეც რომელიც ვერ ვიტან კამერის წინ პოზიორობას და ფოტოს გადაღებას კი იყო აი დამხმარე საშუალება და ძალიან ბევრს ნიშნავდა მარის ზუსტად გეუბნება რა უნდა გააკეთო მოკლედ ამიტომ არიან სუპერ რამე გააკეთე ეს ფრაზა არ იყო ხო რამე გამიკეთე აბა ეს აბა იმოდი შენთვისაც რთულია ხო როგორც მსახიობისთვის რამე გამიკეთეს რომელები რა ეს დამღუპველი ფრაზაა კონკრეტულად რო გეუბნება ადამიანი აი შეიძლება ის არ გითხრას რომ აი აქ თვალი ესე ამიწია და წარბი ესე ჩამომიწია შეიძლება არ გითხრას მაგრამ გითხრას რაღაცა მარცვალი მოგცეს რომ შენ იქიდან გამომდინარე რაღაცა და იმ რაღაცა ერთი 10-15 კადრში რაღაცას დაიჭერს ასე რომ სუპერ მე თქვენ ხართ ყველაზე მაგრები და ხრი აბა გითხარი შენი საიდუმლო მე ხო ყველაზე კარგად მუშაობ ხოლმე შენ ძალიან კარგად მუშაობს არ მაწვალებს ერთ სიტყვაში ხდება და თან რა არის იმედაც ყველაზე დიდი და საფასე გარეგნობის გარდა მაგრამ მე ხა დიდი ხანია ვიცნობ და რა აქ ვარ მე და შენ პატადაბოლიკა აი როდესაც მსახიობს აქვს იუმორი მაგაზე კაი არაფერი არ არის იმიტომ რომ განწყობა ეგრევე კარგ ხასიათზე ხართ ეგრეთ კარგად მუშაობთ ან ხო არიან ხოლმე ტიპები რომ ჩაკეტილები მოდიან და მიდი ახლა იმუშავ იმაზე ამას როდის გახსნი კი არ არის პრობლემა მაგრამ ზოგადად ძალიან სასიამოვნოა რომ ადამიანს შინაგანი კულტურა დაიწყე ლაპარაკი ჩემი საიდუმლო რა არის აი მოდის ადამიანი რომელიც არის ჩაკეტილი რომელსაც არ შეუძლია რომ ადვილად იპოზიოროს და რასაკეთებს ეგეთი ბევრია თან ძალიან ბევრია რა შევით ამ დროს ესე იგი არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ვეუბნებით რომ ვაიმე არა ესე არა შენ არ გამოვიდეს ან უიმე რასაკეთებ არ შეიძლება ეს არის კატეგორიულად კარგია ვერიქით ხო ექიპაში ვასწავლი ლექტორი ვარ და ბავშვებსაც სულ მაგას ვეუბნები სტუდენტებს რომ თქვენ მოდელს არასოდეს არ გაუტეხოთ არ იხტიბა არ უნდა ჩაკეტო კიდე რა კიდე არ უნდა ჩაკეტო ისედაც შემოჭილი როა ისედაც შემოჭილი ადამიანისაც ამდენი რაღაც განათება შესაძლოა ძალიან რთული არის კამერის წინაშე არავინ არ თქვას რომ თუ გარეგნობა გაქვს ფოტოგენური ხარ ეს კიდე შინაგანი იმაზეა დამოკიდებული სამყაროზე შენსაზე როგორი გახსნილი ტიპი ხარ, როგორი კომუნიკაცია გაქვს ზოგადად ყველასთან, აი ამ დიალოგს ფოტოგრაფსა და მსახიობს შორის ან მოდელს შორის, ხო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მე ფოტოში ჩანს ეს ყველაფერი და შენ თუ ის შებოჭე და აკომპლექსე და ატირე, როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს, თუ ეგეთი ფოტოები გჭირდება? მაშინ უნდა არა, თუ ეგეთი ფოტოები გჭირდება, მაშინ განათებით მივახწევ ამ ყველაფერს და უფრო დრამატულად გავანათებ, მაგრამ მე არ მინდა რომ იმ ადამიანთან რაღაც კონფლიქტი შემეკნას და გამიგია ხო ვიცი რა იხუმრე მაგრამ მაინც მინდა რომ აყურებლისთვის გასაგებად თქვა რომ თუ თქვათ ფოტოგრაფი გეუბნება რომ არა შენ არ გამოგდის ან ეს რა არის და უკეთე თავისუფლად შეგიძლია ადრე და წახვიდე იმიტომ ის არ არის პროფესიონალი იმას არ შეუძლია შენთან მუშაობა როგორც ფსიქოლოგს
ეს ძალიან დიდი მინუსია ფოტოგრაფის. ხო, ანუ არასდროს მე გამიგია შემთხვევები, რომ უპირებიათ მოდელი. აი მართლა. და ეს არ არის სწორი. ხო, ბუნებრივია. ხო, უნდა იყოს მგონი რაღაც ჯერ ადამიანი და მერე პროფესიონალი. არის შემთხვევა, როდესაც აი არაფერი არ გამოვა, ეცადე ყველანაირად რომ გახსნა. ისეთი კომპლექსი როგორც კი ფოტოაპარატის ობიექტის დაინახავს მორჩა იქ თავდება უშეშება თვალის რომელიც ვერ იტანენ გადაღებას და აი კომპლექსდებიან და გეუნებიან. აი მიუხედავად იმის შეიძლება ლიდერები არიან ცხოვრებაში, ძალიან ბევრი რამე თუნდაც პოლიტიკოსები. და ეგრევე გეუნებიან რომ ვერ ვიტან გადაღებას და გეხვეწები ჩქარაქენი. ეგრევე უნდა ჩაერთოს იუმორი, რა თქმა უნდა დაუწყო ხუმრობა, რაღაც თავის ცხოვრებაზე ლაპარაკი, რაღაც შეკითხების დასმა და ის რომ რაღაც უკვე შენთან გაიხსნება, მოეშვება, როცა იღლება ადამიანი. ოღონდ იღლება არა სტრესით, არამედ რაღაც ვთქვათ ლაპარაკით, ყურადღებას გადაიტანს. ყურადღებას ეგრევე მე მშვენივრად გააგრძელე. და ერთი კითხვა კიდე არ მართლა ერთი შემთხვევაც არ ქონია, თუნდაც არაპროფესიონალს გავაჯობთ, არაპროფესიონალებში მაინც. რა თქმა უნდა, მქონია შემთხვევა, როდესაც ვერაფერი ვერ მომხერხდა. კი, მაგრამ რო არ გამოვიდეს ფოტო, ეგეთი ანუ შედეგი საბოლოოდ მაინც ანუ მე იდება. ყველანაირად ვდებ ჩემ თავს, რომ იქ რაღაცა გამოვიდეს. შენ მოწმეც ხარ ხოლმე, რომ თუ ხედავ რომ ადამიანი ძალიან რაღაცა ნიტო არის, აი მე რას რუსულ სიტყვას რა ხდება? ეს ეთყობა პოლონელებთან როგორც ხოლმე ურთიერთობა. ისე რა ქვია, ვეუნების სხვებს რომ გავიდნენ. დანარჩენს თავს. არის ხოლმე რომ არ უყვართ, როცა მათ უყურებენ. და მარტო უნდა დარჩენ ადამიანთან. ანუ მე ვცდილობ ხოლმე რომ კომფორტში იგრძნოს თავი და ყველანაირად სიტუაციას ლავირებას უკეთებ. ხო, და არგებ იმ ადამიანს ვისთანაც ერთადაც მუშაობ. თუმცა ეს ყველაფერი მეწლებმა მომიტანა და გამოცდილებამ, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მე შენთან გადაღებებზე, რა ვიცი, სულ ხალისობს, სულ შენ ხო ახლა პროფესიონალი ხარ. მე მგონი მეკითხებიან იმათზე, ვისაც გამოცდილება არა. არა, ზოგადად ისეთი ადამიანი ხარ, ხვდები, არაპროფესიონალთანაც შეგიძლია რაღაცა ეს ანუ შენიმდენად გახსნილი და იმდენად მხიარული ხარ, რომ ეს პოზიტივი რომ მიდის შენგან, ხო? შანსი არა რომ არ დაგიბრუნდეს რა. და მუშაობის დროს ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება თითოეული ფოტოს მიმართ. ესეც უნდა აღენიშნოს. ჩვენ ჩათაზე მინდა რომ ვიმუშაო ერთხელ მაინც მარინაკანთან. აი მართლა მოვა ეგ დრო მოვა თქვენ ძალიან ლამაზი კაი მოგა. ხო მიხდი რატო ერთი კაი ფოტოსესია შენზეა. ხო. ამდენი გაქეთ გადიძეს ეგრე. ეგრე არ არის. ხო, ჩანთა დავასრულოთ. ჩანთა ინტერესებს. ეს ჩანთა არ დასრულდება, კაი ხანი. ესე იგი, ეს არის ფოტოაპარატი. რომელი ფოტოაპარატია გითხარით და რა მოდელია ზუსტად? იცი რა არის, სხვადასხვა ბევრი ფოტოაპარატები მაქვს. ამჯერად წამოვიღე მარკორი Canon-ის, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობ. თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფოტოაპარატებს ხმარობ ხოლმე. მაქვს ფართეფირიანი ფოტოკამერა, რომელშიც იდება ფირი და მუშაობ კერძო პროექტებზე გამოფენისთვის. მაქვს ხასალბლატი, მაქვს პატარა ფირის ფოტოაპარატი. ნუ ხო ხტები, გააჩნია რას იღებ. ამაზე ამაგრე ესები. ზენიტი არ გააქვს? ზენიტი მაქვს შეთაშორის, იმიტომ რომ ვიღებდი ზენიტით ადრე. ვიღებდი, როცა სტუდენტი ვიყავი და ძალიან მიყვარდა. მარი, ყველაზე მეტად თან ამოვალაგე რომ თან ამოვალაგოთ. დავასწორე არ დამთავრდება. არ დამთავრდება. თან მაინტერესებს ყველაზე მეტად რისი გადაღება გსიამოვნებს პროცესი თვითონ. გარდა იმისა, რომ ყველაფერს უდგები და პროფესიონალურად და ამას ვერ ატყობს მოსული ადამიანი შენ რა გსიამოვნებს და რა არა. აი შენ შიგნიდან რა უფრო გსიამოვნებს, რას უფრო შემოქმედებითად უდგები და რა უფრო შენია. იმ რეკლამას, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ჩარჩოები არ მქონდეს და კრეატივი ჩავრთო იქ და რაღაცეები სპონტანურად მოხდეს. ძალიან მიყვარს, როცა სპონტანურად ვიღებ. არის ხოლმე დაკვეთები, მაგალითად Oriflame-ისთვის მუშაობ და შვეიცარიიდან მომდის სპეციალური ბრენდბუქი, სადაც უნდა შევასრულო, ჩათვალეთ რომ კოპიო. ანუ მიგზავნია ხოლმე შვეიცარიულ ფოტოებს და მე უნდა ის მოვარგო აზიურ ხალხს და იგივე გადავიყო და ეს არის ხოლმე ჩემთვის ტანჯვა, იმიტომ რომ უნდა გავაკეთო კოპიო. მაგრამ აქაური კომპანიები გენდობიან და გეუბნებიან რომ გააკეთე ის, რაც შენ გინდა და როგორც შენ ხედავ. ხშირად ესია, იმიტომ რომ უკვე იციან რომ მე მიყვარს ზოგად მიმართულებას გეუბნებია ხო რომ ზოგადად ის გვინდა ესეთი. ზოგადად ვიცი რა ფერები უნდა ვიხმარო, რა არ შეიძლება, რა არ შეიძლება გულისხმობ თქვა ხა ბანკისთვის არ შეიძლება იქ ბევრი რაღაცა არის. რასაც TBC ბანკისთვის ნარინჯისფერი არ შეიძლება. ხო, კიდევ არის რაღაცა ბრენდინგის შემადგენელი ნაწილები, რაც არ შეიძლება ალბათ და ამას ითვალისწინებ. რესპუბლიკა ბანკსაც ვეღებ. ხო და ეს არის ხოლმე იქ რა თქმა უნდა რაღაც წესები, მაგრამ ძირითადად მეუნება ხოლმე შეროიცი, ახლა რაღაცა ისეთი მოულოდნელი კადრებით შეროიცი და მე ხვდები ხოლმე და მე რომ გიჟობთ და ყველაზე კაი მაშინ გამოდის და
ძალიან აი ხა რუსკამა რო გადავიღეთ და სანტა სელფის რო იღებენ შუაღამისას ვიღებდით 5 საათზე ღამე მარჯანიშვილზე ამ სელფის ფოტოს ვითომ სელფის იღებენ მაგრამ რა თქმა უნდა მე ვიღებდი ზემოდან და პოლიციამ პატრულმა გააჩერა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახევრად შიშველი გოგო იყო და ციცივეში ახალ წელს ვიღებდი და ძალიან ხალისობთ ხოლმე მართლა რა ძალიან კარგი არის გადაღებები მიყვარს რა თუ ვერ ვიტყო რომ რამე ჟანრი განსაკუთრებული ისეთი კარგია რომ არ იღლები და არ გიჩდება სურვილი რომ მე ხარ ვიღლები, მაგრამ ამას იმხელა, რა ქვია მაგ სიტყვას, ადრენალინიც ალბათ. ადრენალინი მგონია ხომ უფრო შიშის დროს არის. ამას მოახსენე რა ინფორმოს რა ქვია ბედნიერების ჰორმონი, რა ვთქვათ ეს. რაღაცა ქვია რა გამახსენე. ენდორფინები კი. ხო, აი რაღაცა ეგ მოაქვს, აი რაღაც ძალიან გიხარია და ხო რაღაც ერთადთან მუშაობასაც ძალიან დიდი მოამი აქვს ერთმანეთს რომ რაღაცა სულ აძლევთ. კარგი ჯგუფი თუა, თუ დაემთხვა რომ კარგი. ხო, იუმორიც რო აქვს. იმედად ცდილობს რომ თან შეაპაროს რომ კარგი ჯგუფი და კარგი ჯგუფი ხარ. ხო, ეს ობიექტივი კარგი ჯგუფი გამოგახსენე რომ განსაკუთრებით წამყვანი ხარ იმან. ამასაც ელ კლასია წითელი ხაზი აქვს რა თქმა უნდა და ეს ნუ თქვათ რო გითხრათ ობიექტივი რა შევა ამაზე ცალკე ლექცია უნდა ჩავატარო. და ლექციის მოსმენა ის ხო დავიხვდეთ ჯიბსალიან და ნუ ეს ამის ფოკალური მანძილი არის 24-70, რაც ნიშნავს რომ ზუმავს კიდევაც და შეგიძლია ფართეკუთხედაც გადაიღო. ანუ ობიექტივი ბევრი უნდა ქონდეს. რომელი რა დროს უნდა გამოიყენო ამდენი რა. რა თქმა უნდა, რას ლაპარაკობ? ეგ არაფერი არ იმასთან შედარებით, რომ კიდე ექსპოზიცია, განათება. აი. ეს არის მაგალითად ეს რა? ექსპონომეტრი, რომლითაც გინახავთ ეს თქო, არა, ფოკუსი არა. ამით იზომება განათება. და მე ვაბალანსებ. მე პირველად ვნახე. მინახავს, მაგრამ ნახეთ, კინოებში ნახავდით ხომ ეს ფოტოგრაფია ესე უშვერს მოდელს. ხო, ეთყობა არ დაუკვირვებ. ხო, შეიძლება. ხო, სულ მეგონა რომ ეგ იყო ისა რა ფოკუსის გასასწორებელი. მართლა, ფოკუსის გასაწორებელი სხვა არის კიდე. ეგეთი დაახლოებით ეგეთი რაღაცა. მაგრამ ის უფრო კინოში იყენებენ იმას, იმიტომ რომ მე ფოკუს შემაპარატში ვასწორებ. ეს თვითონ ეს პატარა ჩანთა მედმაქსი შევაკერინე ქართველები რო არიან თუ იცით, მედია და მაქსი. ძალიან მაგარ ჩანთებს კერავენ ესე და პატარა ბაყაყია მაგათი ლოგო. და მაგათ ვაკერინებ, იმიტომ ამის ჩასადებები. მოვიდა რომ არ ყოფილან ჩვენ დასწრებია. იცი რა მაგარ ჩანთებს კერავენ, გინდათ დაგაკავშიროთ, მაგდებით ისეთ ჩანთებს კერავენ, თავის რაღაცნაირი ჯიბეები რო აქვს და ტანზე რო გაჭდება და ძალიან მაგარი. გოაზე ცხოვრება ხშირად და იქიდან ჩამოვაქვთ ეს ტყავებით, არიცით მართლა მე პირველად აი, აი შემდეგები ეგენი ვიყავთ. ისეთ ამბებს მოგიყვებიან გოაზე, რომ გაგიჟდებით. შეგვიძლია რომ რეკლამაზე გავცვალოთ. ანუ ყველანაირი ჩანთებს კერავენ, მამაკაცებსაც ყველანაირი ჩანთებს კერავენ და თან ისეთ ჩანთებს რომ მე ვიცი როგორ არის მე მაგალითად შემიკერეს ესეთი ჩანთა, ესე ტანზე გაჯდება. რაღაცნაირად ისე ჩვენ რამის გარეშე ვეღარ ცხოვრობ. აი გინდა რომ სულ გეკეთოს. ბევრი ჯიბეები. ბევრი ჯიბეებია. ყველაფერი აქვს. ხო, ყველაფერი თან ისეთი დამალული ჯიბეებიც არის, ისეთი ჯიბეებიც არის. აი რაღაც როგორ ახსნა რა, ხო გიყვარს ბავშვობაში მასშტაბები ქონა. ანჯავს სადღაც რომ მიდიხარ აღამის კლუბში, ან სადღაც ეს დიდი ჩანთა კიდია, რომელსაც აი ზუსტად მაგისთვის არის. იმიტომ რომ ისეთი ლამაზია, კამრებიც არის თავი დასაკიდებელი. თან იმაზე რო ჩაიცმევ რაღაც ისე კოსტიუმივით უნდა იყოს და თან ბევრი ჯიბეები და თან ბავშვი. ის ჩანთა, მობილური ჩანთა მაქვს მარტო. შემიკერეს აი ესე იკეთებ, თეძოზე გიგზია და აქ მობილურია და ბევრი ისინი აქ კინები და რაღაცები ძალიან ლამაზია. რა მაინტერესებს, როგორ ფიქრობ ახლა გამოცდილებამ რა გაჩვენა, რომ თავარი ფოტოგრაფიაში არის პრაქტიკა და ეს წლები, რომელიც შენ უკვე გაიარე, ძალიან ბევრი, თუ თეორია, რასაც შენ ასწავლი სტუდენტებს, ან თანაბრად არის ეს თუ უფრო მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა? რა თქმა უნდა, თანაბრად, ახლა ჰარმონიულად თუ გინდა რომ ყველანაირად განვითარებული იყო, მე ჯერ მარტო 5 წელი სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი გურამ წიბახაშვილთან და ვატო წერეთელთან და ისინი ძალიან მაგრები არიან და ირინა აბჟანდაძესთან. ესენი ჩემი მასწავლებლები არიან და მათი ძალიან მადლობელი ვარ და მე რა თქმა უნდა უკვე მე-12 წელია. რაც პრაქტიკები მაქვს და გამიმართლა რომ პირველივე კურსიდან სულ გადაღებები მქონდა და პირველივე კურსიდან უკვე წყვეტა არ ქონია არასდროს ამ თორემ არასდროს წყვეტა არ მქონია და мотивация არის კიდე ფული. როდესაც შენ საქმეში გიხდიან, მე უფრო ვითარდები, იმიტომ რომ ხვდები რომ რეალური ამბავია, ეს არ არის ხობი. ის შემოსავალი რო გაქვს საუკეთესი, ხო და ბევრი, ხო? აღარ ფიქრობ რაღაცა. მე მითხარ ტექნიკასაც იუმჯობესება, აი ხა ხო იყიდი, უკეთეს აპარატს იყიდი, უკეთეს ხარისხს მიაღწევ, მე უკეთეს ხარისხით რო გადაიღებ, ისიც უკეთესად დაგაფინანსებს და ესეა ხვდები. მაგრამ როგორი მაგარი აპარატიც არ უნდა იყიდო, თუ ამის არის მოხმარება. აი, ეგ მინდოდა ახლა ბოდიში უცებ მიყვები ტექნოლოგიურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიასაც ასევე არ უნდა ჩამორჩე
შენი გონებით აუცილებლად ნახო კარგი ფილმები, კარგი ფოტოგრაფიები ათვალიერებები იმისთვის რომ განვითარდე მუდმივად ეს წიგნები და ფილმები სხვანაირად მართლა ჩამორჩენილი და დღეს ისეთი მაგარი რაღაცები ხდება ხელოვნების განხრით რომ შენ თუ ისე რატო იმაზე ჩარჩი რაც ისწავლე წლების რაც ისწავლე თეატრალურში აი რა მინდოდა მე კარგი ხარისხის აპარატი არ განაპირობებს კარგ ფოტოს. ანუ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და დამეთანხმები ალბათ ეს არის ხედვა. აი ეს მოგ ფოტო ხედვას ვერ ვიზუალური ეს ხედვა უნდა ქონდეს რაღაცნაირად უნდა ქონდეს რომ ახმა უნდა ქონდეს რომ აი დაინახო თუნდაც ფოტოაპარატის გარეშე ეს როგორი რა კადრი იქნება. წარმოსახვის უნდა არის. თუ გახსოვს რაღაც 10 წლის წინ დაიწყო ეს ტენდენცია რომ ყველა რო ფოტოაპარატი დადიოდა და მოდაში იყო ფოტოგრაფობა და ეხლა წესია კიდევ უფრო მეტად ხო ჩვენი მეორე სტუმარი კიდევ ჩამონათვალი დაიწყე ხათაშერის ჩემი ჯგუფელია ის სტუმარი რა შემოგვიერთდა და ხათაშერის სამსახიობო რაში დამეხმარა ჩვენ ხო გვასწავლდნენ თქვათ სახიობის ოსტატობას შენ თვითონ როგორ უნდა გაიხსნა ადამიანი ხო ხოდა მე გადაგაკ უკვე იმასთან უკვე როგორც რეჟისორი ისე მუშაობ. ანუ ყველანაირი რაღაცა ადამიანს ყველანაირი ნავიკ როგორ არის ქართულად აი ყველანაირი რაღაც ნავიკი გამოცდილება რაღაცის სწავლა გეხმარება მე შენ პროფესიაში იგივე ის ბალეტის მე იმაში დამეხმარა რომ დისციპლინა ვიცი გადაღებაზე თქვა არ უნდა დაიგვიანო იქ როგორ უნდა მოიქცე ყველაფერი ეს გეხმარება ვარჯიშიც მეხმარება რომ ფორმა შევიყო ანუ სხვა და მარტო რომ ხედვა აქვთ ხოლმე ვიცი ზოგი არტისტი რომ კაი საზოგადო მოღვაწე მაგრამ გადაციცი რა საქმიანი ხალი დიახაც ხო ყველაფერი უნდა შეძლო ერთად ეს არის სისტემა როგორც საათი რა ხდება მაშინ შენთვის რამდენად კომფორტულია როდესაც ჩვენს ობიექტივში ხვდება ხალი და მამაკაცი გაქვს ესეთი პროექტი ხალები და კაცები მაქვს ეს მაქვს მე ვალენტინობაზე გულისხმობ. არ ვიცი რასთან დაკავშირებით. სიტისთვის გადავიღე მთელი პროექტი ვალენტინებზე წყვილები. არის რაღაც განსაკუთრებით უფრო საინტერესო აი შეგვიძლია პროექტს მივადევნოთ თუ არის პროექტია. ადვილია წყვილებთან მუშაობა. აქ არის მეგონი შეყარებული და ცოლ-ქმარი წყვილები როგორც ვიცი ხო? აი ნინა სუბლატი. მე როცა ნინა გადავიღე არავინ არ იცოდა მაშინ. აი ანუ ეხლა მიდის ევროვიზიაზე. მე სხვათა შორის მართლიანი ფოტო ობიექტივი გაკავოთ. ანუ კარგი ფეხი მაქვს მართლა ოღონდ. აი რამდენჯერაც ადამიანები გადამიღე და ჯერ არაფერს არ წარმოადგენენ ეგრევე მე შხული თუ შეფხომე წარმატებისკენ. მაგრამ ბედობის პერიოდია, ეხლა ჩავთვალოთ რომ ბედობის მეორე დღე ხო რაც ბედობის მარი მოვიდა ჩვენთან და კარგი ფეხი აქვს. კი მართლა კარგი ფეხი მაქვს, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა იყო რო ხარ პოზიტიური. და ცოტა ხანში CNN-ზე რო მიყავდეს შუა. ჩვენ 4 Good afternoon. ენდი გაშერილი და ის გადარაგული. აბა ეგ ამბავი ძალიან სასაცილოა, ხო იცი? არ ვიცი და შვიდად დასრულდა ეს ამბავი ეს გადაღება თუ არა მე მახსოვს კრენატი ინტერვიუ გსურდა და ჩაუსაფრთით აეროპორტში და დიდი სკანდალი მოყვა შემდეგ ჩივილსაპირებთან სამაგიეროდ აი ჩემთან უნდა ქონოდა მაშინ კონტაქტი სამაგიეროდ მე ჩუმად დაურეკე თეადეიშვილს და უთხარი რა ეხა ვაზიანში ხეზე მიყუდებულია თქო და ჩამოვიდა პოსტროპნოში მშვენივრად გადაიღო კი რა სიუჟეტი ვაზიანში როგორ მშვენივრად ბუფეტში ჩვენთან ერთად იმიეცოდა და ჩივილს აპირებდა ჩივილს ხო შერს ამბობდა რომ ვაზიანშიო მეო ის რა ვაზიანშიო გადავიღო ფოტო ომის სცენას ვიღებით გესმის და წარმოიდგინე თუ აფეთქებებიო და ვიყურები ხალხი ცხოვრება ვაზიანი მესმისოდა მაგას გამოსწორდა იმედი მაგრამ ჩვენი გადაცემის ამ ბლოკის მთავარი მიზანი ერთ-ერთი ის არის რომ სტიმული გახდეს შენ თუნდაც და მაგალითი იმ ტელემაყურებლისთვის რომელიც ზის ტელეეკრანთან ნახვა აქვს რაღაც ოცნება ან საოცნებო პროფესია და თამქვილში აქვს ხელები თამქვილში აქვს ხელები მათ რომ მიმართო რა არის მთავარი იმისთვის რომ მიაღწიო წარმატებას ჩვენი გადაცემა ხა დასასრულს უახლოვდება ნელ-ნელა რაღაცები მაშინ ჩქარა მინდა მაინც განაგო და თან ვისაუბრებთ იმასაც ვეტყვი ხო როგორ ფიქრობთ ეს რატომ მინდა ჩანთაში ой საწმენდია ხო პირდაპირ მნიშვნელობით გჭირდება არა რასაც არა ანუ ეს რატო გვაქვს აქ შუშა ობიექტივს რა თვითონაც მინდა ნაჭერი ბუსუსებს და ამჩნევს ხო პირით რომ შეუბერო მერწყვი არა ეს არის ძალიან მიღებული მეთოდი კინო აი მაგდოს კაგრას როდესაც კინოს იღებდნენ ოპერატორები მაშინ მისწავლე აი ესე
უბერავ და შუშა იწმინდება. და ისე უკვე ხოლმე ხა ძალიან პოლიტიკა ხალხს ეს ხოლმე. ხო. აუ ეგ არ მინდა, არ გეუბნები, ეგ არ. არა, თქვენ არ გაიღიმებთ, შემიძლია გაგაღიმოთ. გაიგიმე და ეს უნდა სერიოზულად საქმე ამოუღო. ეს რომ მიდიხარ ახლოს. და კომიკურია ხოლმე მართლა აი პოლიტიკოსებთან რა მომაქვს და ვემზადება. ეს ამჭირდება. კიდე მაქვს აქ კოლორმეტრი. ეს ის რაღაცები რა სხვა ქალს არ უდევს ჩანთაში. ამით ის ფერებს ვასწორებთ. და არა თვალის შესახები ჩრდილები არ არის. კიდე მაქვს თან გარე ვინჩესტერი. იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ და sapasუხისგებლო მასალას ვიღებ და იქვე ვყრი ხოლმე, რომ არ დაგვეკარგოს. აი როგორი წინდახედული. და რა თქმა უნდა ქარის სათვალეები, იმიტომ რომ თუ ქარში ვიღებ აუცილებელია რომ მოიცადე ერთი წუთით გადაღების დროს იყენე. მე თვალებს ვფრთხილდები. და გადაღებების დროს ესე და არ გიშლის შემდეგ ფოტოს გადაღების დროს ეს ხო შეიძლება ცოტა იუმორით შევიტანოთ. ანუ მოიგონე? რა თქმა უნდა არის მაშინ ვერც მივადებ ფოტოაპარატს. ხილამურებია გარე. არა და გაცილება თან ისეცე თუ რაღაცა. მაგრა რამდენიმე გამჭირვალე რო იყო. მარი დიასახლისებს უნდა ურჩიო. ხო რა რაღაცა. ძალიან მოკლედ შეგიძლია რომ დამწყე ფოტოგრაფებს ურჩიო. თუნდაც იყოს ეს როგორ მიაღწიონ წარმატებას, აი რას ეტყოდი, რა ქნან, რა გააკეთონ. თავარი რაღაცები რო უთხრა უცებ. აი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვარ, ბავშვების მასწავლებელი, ფოტოს ვასწავლე, სულ ბავშვებს რას ვეუბნები. ჯერ ესეთი პირველი რაც არის მთავარი, რამე იდეები რომ მოსდით, ყოველთვის ჩაიწერონ ეს ბლოკნოტში. შეიძლება 10 წელი გავიდეს და 10 წლის მერე მივხვდეთ რომ ძალიან მაგარი იდეები მოსვლიათ. და არ დაგავიწყდეთ რომ ჩაიწეროთ, იმიტომ რომ აუცილებლად დაგავიწყდებათ თუ არ ჩაიწერთ. ეს ყოველთვის ესეა. და კიდე რა. გენიალური იდეა მოვიდა იმედასთან. აი რაღაც აი მაგალითად საშობაოდ, სააღდგომოდ, საახალწლოდ, ბევრი ჩვენ ესეთი დღესასწაული გვაქვს ხო ქართველებს. გადაიღონ ხოლმე რაღაცა რეკლამები თვითონ და შესთავაზონ კომპანიებს და აუცილებლად გაუმართლებთ, იმიტომ რომ თვითონ არ მოვა შენთან კომპანია, შენ თუ რამე არ შესთავაზებ. ჩვენთან აი ეს კულტურა არ არის ხოლმე, რომ რაღაცა გააკეთო და მიხვიდე პირდაპირ ქუჩიდან და შეშენე. ელოდება რომ ხამოდა ელოდება, არ დაელოდოთ, პირდაპირ მოქმედებაზე გადადით. ეს რჩევა დიასახლისებს ძალიან მოკლედ. დიასახლისებს? ვაიმე, რა განხრით რჩევა? რომ როგორც ქალი თუ როგორც პროფესია თუ? არა, აი ადამიანები რომლებიც ფიქრობენ, აქვს ძალიან ბევრი ჰობი, ძალიან ბევრი ინტერესი და ფიქრობენ, რომ უკვე გვიანია ამის განხორციელება, იმიტომ რომ მათ თავის დროზე ვერ შეძლეს რაღაცების გაკეთება. მე მგონი გვიანი არასდროს არ არის და ჩვენი ყოველი პარასკევი ამას ემსახურება, განსაკუთრებით ეს ბლოკი, რომ უთხრათ, რომ გვიანი არასდროს არ არის. გვიანი მართლა არასდროს არ არის. ეხლა მე პირადად 32 წლისა ვარ და ეხლა დავჯექი ველოსიპედზე და მშვენივრად ვატარებ და ყოველ საღამოს დავდივარ ქალაქში და აქამდე სულ მეგონა რომ მე არასოდეს არ ვისწავლი ველოსიპედზე ტარებას. და ბავშვობაში სასწავლია. ბავშვობაში და ანუ მართლა არასოდეს გვიანი არა, ყოველ თხილამურებზეც ეხლა დავდექი და ვსრიალებ მშვენივრად და გვიანი არასოდეს თავარია მე მგონი ძალიან გინდოდეს ხო? ხო, თავარი მონდომება ასაკი არ არის ჩარჩო, თავარი შინაგანად იგზნო თავი ისე როგორც გრძნობდი ბავშვობაში. აი ესეთია საქმიანი მარინაკანი, რომელსაც მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ ძალიან ბევრი ვიცით. წარმატებები და შეგხვდებით გადაღებაზე. გადაღებაზე შეგხვდებით. აუ იმედია ჩვენ შეგხვდებით, მაგრამ კარგი რეკლამა გამოვაცხადოთ, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში არ გადართოთ.